მოგესალმებით, დავბრუნდი ახალი ვიდეოთი, რა თქმა უნდა, ტრაქტორიც დაგიბრუნდათ, რომელსაც ვერ გავაჩვენებ, მაგრამ ჯერჯერობით ნაკლებად ისმის ხმები, ამიტომ მე მგონი ამ ვიდეოში გვეშველება როგორც იქნა. მთელი სექტემბრის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერი ახალ დაიწყო. უბრალოდ, ხო ვიცი, რომ მთელი სექტემბერი ასე იქნება. დღეს უნდა ვნახოთ Gravity Falls-ი, მეორე სეზონის მეორე სერია. როდის გიხდით წინა სერიის რეაქცია ცოტა არ იყოს, როგორ თქვა, ბანძი გამოვიდა, იმიტომ რომ სად რო თქვა, მაგარ ფორმაში ვიყავი, მაგრამ არა, მაგრამ ახლა მსად ვარ. საქმე ისე რომ დინი არ მაქვს და რას ვიზამ, არ ვიცი, 40%-ზე მაქვს კომპიუტერი. იმედი არ გაითიშება სერიის ყურების დროს და თუ გაითიშება კიდე ბოდიშით გავაგრძელებთ სხვა დროს. თქვენთვის იმავე დროს, მაგრამ მაინც ახლა ამოჭრა ცოტა გამახიზიანებელია ნამდვილად და დამეთანხმებით დარწმუნებული ვარ. ესე იგი, წამით. Კარგი, ასე ჯობია. ცოტა უცნობად კი ჩანს, მაგრამ მაინც უფრო კომფორტულად ვარ. სერიას ქვია Into the Bunker. საინტერესოა. ვნახოთ. ესე იგი, წინა სერიაში აგენტებმა გაიგეს საოცრებების შესახებ, ზომბები და ინახეს თავიანთი თვალით და ვნახოთ, რას მოქმედებენ ახლა. დავიწყოთ Gravity Falls-ი მეორე სეზონის მეორე სერია Into the Bunker 3-2-1 დავიწყეთ. ვაუ, ისევ ზომბები? რა უნდა ვქნა, ჩარლი? მგონი მკვდრები იყვნენ. უარესი, ტრიქსანდრა თითქმის მკვდრები არიან, მაგრამ ბოლომდე არა. თითქმის მკვდრები, მაგრამ ბოლომდე არა. სერიას სახელი მაგარია. ეს ფილმები ნაკლებად სასაცილოა, როცა ცხოვრებაში ხავს ზომბები ნანახი. ნამდვილად. სწრაფად გაიარეთ. გინდა სანაცვლეო? ჯერ ბიჭი მოკვდება. სახეს მაჭამენ. ოჩახ. ჩადლი ლამაზი არ არის. ერთი წამით. ისევ რობია. ხო, რობი, როგორ მიდის საქმე რობისთან? მე დავივიწყე, მაგრამ თვითონ არ მეშვება. აი ნახე. სწრაფი მოწყენა? რას ნიშნავს? და შენ სხვა ბიჭებს არ ხვდები არა? რა თქმა უნდა ვხვდები. გაიცანი ჩემი ახალი შეყვარებული. ხო. კარგი. ერთ წამით ვესმევთ. თუ გინდოდა, იქნებ მე და შენ, ოდეს მე და შენ იქნებ მე ვედი. მე და მეიბილს მისტიურ ნადირობაში შემოგვიერთდი ხვალ. სერიოზულად. მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა. ჩადლი ფრთხილად. ხო, ჩვენ ხომ სულ მეგობრები ვიქნებით. მგონი უნდა აღიაროს ეს. მეგობრები. შენ ჩემს ლიფს აწევხარ. ვაუ. ამაზე არაფერს ვამბობ. Gravity Falls-ი გახმოვანებულია აჯარანეთკომის მიერ. ფრთხილად, ნამდვილი პლასმასია. და ბარგინზე ისე უხრელები ამოვავსეთ, არ მინდა მაგანა ჩინეთში ჩავარდეს. მისტერ ბაინს, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? ანგარიში უნდა შევადგინო. დიდი გონდალა იყო. ხურდა დაიდოვე. კარგი იყო. სახვევის ქვეშ თვალს გიგრავ. თანახმოვარ. სარ გაიბარდნენ ბავშვები. მადლობა მოსვლისთვის.
სადაც მისტიკა იქ მეიბელიცა. მაგარი თემაა. როცა რამე გჭირდება, სუსვი აქვე იქნება. კარგი. თუ მოიცა, არ ვიცი. ნუ Gravity Falls-ის ქართულად მისტიურის დაერეთ ამოსახულოდ გამოვიდა. შევიკრიბეთ. ვინ დაწერა წიგნი? 30 წლის წინ ავტორი უყოლოდ გაქრა, მაგრამ შესაძლოა მის სამალავს მივაგნოთ. კი, წინასწრებში ვიპოვეთ ავტორს მეცნიერებია და მოსვლა. პასუხებსაც გავიგებთ. უნდა გავარკვიოთ, რომ ვენდი არ მოსვლა? მოჭერეთ. ვენდი. ვენდი. ვენდი, მოხვედი? რა თქმა უნდა. თქვენთან ერთად თავგადასავალს ველოდი. მამა ჩემის არეულის დაალაგებას მაინც სჯობს. ვინ და თუ კედელი აქ? დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის. რა თქმა უნდა, ყოველთვის. ჩვენ ყოველთვის აქ ვართ. აუჩ. ვენდი მისიაზე მოიწვია? დაიწყო. რომანტიკის სონი მცემს. არა მეიბელ, ვენდიზე აღარ ფიქრობ. ჩვენ შორის არაფერი მოხდებოდა. ახლა მხოლოდ წიგნის ავტორის ახლა ინტერნეტის გაჭედვის დრო ნამდვილად არ ყოფილა. ნუ ეს ვიტყვი სანამ იმედია ინტერნეტი გამოსწორდება, ესე იგი წიგნის ავტორს ვეძებთ. საინტერესოა. სტენმა დიდი ალბათობით იცის ვინა ეს ავტორი, თუ თვითონ სტენი არა ავტორი, საკითხებიც ეგაა. ახალგაზრდა დედი რო არ მაქვს ინტერნეტი ტელეფონის ჭიდავს, გადაზიარებული მაქვს კომპიუტერში. და ახლა თავიდან დამაწყებიდან მიზიზღება ეს. ესე იგი, დაუბრუნდით იმ ხეს, სადაც ვიპოვეთ ეს წიგნი. და იქ იყო რაღაც კიბე, ანუ მაშინ წიგნში დამალული. საინტერესოა, რადგან კიბეს ახლა როგორ გავარჩენთ იქ, მაგრამ დიდი ალბათობით ჩვეულებრივი ის არის. დამალული, აი ხეში დამალული საფეხურები როგორ შენი. აუ, ნუ მაგდა. შეწერა დამეწყდა. კაი. ანუ როგორღაც უნდა ვიპოვოთ. ნეტა თუ მივაგნებთ რაღაცა სერიის სათაურის მიხედვით, რაღაცა ნიშნება მაინც უნდა ვიპოვოთ. 3-2-1 გავაკეთოთ. აქ ვართ. ვენდი მისიაზე მოიწვია? რომანტიკის სონი მცემს. არა მეიბელ, ვენდიზე აღარ ფიქრობ. ჩვენ შორის არაფერი მოხდებოდა. ახლა მხოლოდ წიგნის ავტორის მოძებნა მანაყლებს გესმის? მხოლოდ წიგნის ავტორის. ვენდი დაივიწყე? სკეპტიკური სათვალეები უნდა გავიკეთო. ცხოვრება გავაგრძელე და შენც ასე მოიქეცი. სკეპტიკური. მეჩვენება თუ ისტოდი ბერგეთს გავს. კი, მაგრამ როგორ მოვხვდეთ მაღლა? ართელები იგივე გავი? გჭირდება. არ მეტყევის ფეხსაცმელი. ვენდი? შეგვიძლია შევქმნათ? ბავშვობაში ტყის მჩეხავის თამაშებს ვთამაშობდი. როგორც ჩანს, ბევრი რამ ისწავლია. ეს რა არის? ეგრეთ შეიძლება. კარგით მოვედით. დაიმახსოვრეთ, რაც კვებით მოხდება, საიდუმლოდ არავის არ უნდა ითხრათ. ვინ ჩავა პირველი? ეს მომწონს ანიმაცია. და ეხეთ რა კარგი იყო მოძრაობის ანიმაცია. მაო, რა მაგარია. ნარჩენ თავში საფარს გავს. ალბათ ავტორის უნდა იყოს. ამას ლოგინის ზემოთ გავაკრა.
სახე გამიბჟოდა. ვაუ. დაუჯერებელია. თითქოს კატასტროფისთვის იმზადებოდა, მაგრამ 60 წლის მარაგი რისთვის დაჭირდა? 60 წლის მარაგი. მე 60 წელი ეს ნივთი გახსოვს. წარსულიდან. ნახეთ. დიახ, გავსინჯავ ძველ საჭმელს. წვრიანია. ხო. სულს. მეგობრებო. გონი ეს კონსერვი ახლა ხანს გახსნეს. ავტორი შესაძლოა ისე ცოცხალია აქ? მოიცა. ხო. გონი ვის საიდუმლოთახი ის მანდა. ეს ადგილი ან წარსულში შექმნეს ან რა, მომავალში. ო, საშიში ოთახია. დიპერის ინტერნეტ ისტორია უფრო საშიშია. ნიდავრა სიცეფსების თემს. რა ხდება, მეგობრებო? რთულია შემეშინდეს, როცა სახეზე ჭიაყავს. ეს რას ნიშნავს? რა ხდება? არ ჩერდება. დიპერ, რა ვქნათ? მიდი. ეს 4 სიმბოლო მოძებნეთ. ყველამ თითოს დააჭირეთ. კარგია. 1 2 3 მიდი დიპერ. 4 ოპა, გაიგო. ჩქარა გავიქცეთ. ეს მართლა ჟილეტი დავკარგეთ. ნამდვილი სიგიჟე იყო. მაგრად გამოგივიდა. მადლობა.ია. ზედა მხედველის ოთახი ნახეთ. უბრალოდ კი არა, აბა, ვერ შეხედე. ჩემს საყვარელ პერსონაჟი. სუს. რასასაცილოა. ჟილეტი დაგჭა. კი. ეს ცვირფესო ვენდი. მე ყოველთვის მომწონდი. ღმერთო? დიპერ, ეხი რა ვიპოვნე? რასაკეთებ, მომეცი? ვიცოდი. ვენდი არ დაგივიწყებია. გინდოდა დღეს გეთქვა? არა გადავიფიქრე. ცუდი აზრია. შევეშვები და რობის მსგავსად მე შევძულდები. უნდა უთხრა, რაც არ უნდა გიპასუხს უკეთესი იქნება. მეიბლ, ვერ ვეტყვი რამდენადაც არ უნდა მინდოდეს, ამიტომ დაივიწყე. დიპერ, ეს რკინის საკუჭნა უნდა ნახო. რობოტი ვარ. რკინის საკუჭნაო მაქვს. მოვდივარ. არაფერი მომხდარა. უნდა რომ უთხრას, მაგრამ ეშინია. მეიბლ. მეც გიჭირდება. კარგი აზრია, მეიბლ. მადლობა, მეიბლ. ძმა, რაც არ უნდა მოხდეს იცოდე. ასე შემთვის უკეთესია. რა? რასაკეთებ? მეიბლ გამოგვიშვი. გამოგიშვებ როგორც კი ვენდის იმას ეტყვი, რაც მოფიქრებული ქონდა. მერე მადლობას გადანახდი. მეიბლ. რას გულისხმობს? არაფერს. ის იმ შაქარჩემდა. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ახალი გამომიშვი. როგორც წეს. შუქი სად არის? ეს წყალია. დამალული ლაბორატორია. იქნება ავტორი აქ ექსპერიმენტებს ატარებდა. ეს ხრელები ვინ გათხარა, რას ფიქრობ? იმედია ვერ გავიგებთ. მეიბლ მართლა გააღე. აქ მონსტრია. ერთადერთი მონსტრი შენში ცხოვრობს, დიპერ. ძნული ნათქვამია. თქვი, რაც მეიბელს უნდა რომ კარი გაგვიღოს. მიდი, დიპერ. ახლა დროა. ვენდი მე? იხოცე რამე მონსტრი გამოჩნდა. ყვაგზას მოძებნი. მოიცადე რა? სად მივდივართ? ეს შეიძლება. ობო. რა? რა ვქნათ? არ ვიცი. რაღაც პატარა არსება იქნება მოჭო. უკან შეშლილ უმხეცო. ენა მოძრო.
მონსტრს ენა მოვაგლიჯებ. კარგი არ გამოგრეჯილი ენის ჩვენება საჭირო არ იყო. იჩქარეთ, შევაშინე, მაგრამ თავს აღიდგენენ. ეს არის ინისატორი. სტუმრებს არ ველოდებოდი. დიდი ხანია აქ ვარ. წლები ან კვირები. პორტოხლის წვენი მენადრება. მე სწორედ შენ გეძებდი. ის არის? ვენდი ის არის. ის უამრავი შეკითხვა მაქვს. რატომ დაწერე წიგნი? ახლა მეყარება ვინ მოგდებს? რატომ ააშენეს ბუნკერი? ყველაფერს მოგიყვებოდი, მაგრამ დრო არ არის. ჩემი ერთ-ერთი ექსპერიმენტის შედეგი ფორმაცვალებადი არსება, რომელსაც ყველაფერი შეუძლია გახდეს. რასაც დაინახავს. ფორმაცვალებადი არსება. ლამის გავგიჟდი მარტო მას სცენადირობაში. ახლა თქვენც აქ ხართ, ასე რომ დამეხმარებით. რომ დამეხმარებით? დროს კარგად იყენებენ. შეხედე მოსასწრით და მგონია რომ ჩემო. ის. მე მგონია რომ კი. ამას შეხედე. გაყინვა? გალღობა. გაყინვა? გალღობა. ეს რა არის? ფორმაცვალებადი. ფორმაცვალებადი? იბერმა თქვა რომ იქ მონსტრი იყო. მეგონა ხუმრობდა. იბერ ხუმრობები არ ვარ გახომ იცი? ვაუ. დიპერ. შემოდით, ბოდიში არეულობისთვის. დიდი ხუმრები არ მქონდნენ. ვენდის და მეიბლს და სუს. ხეთს რაიმე სუსტი წერტილი უნდა ჰქონდეს. ჩემს კვლევაში მოვიხსენე, მაგრამ წიგნები დავკარგე. წლების წინ, ასე რომ წიგნები ახსენეთ? ერთ-ერთი მე ვიპოვნე. ამის საშუალებით მოგძებნე. და შეუძლებელია. მადლიერებას ვერ გამოვხატავ ჩემო ბიჭუნაო. კი, როგორც იქნა. ვენდი, ასიბნელია. როგორ მოგძებნოთ? ეგ მეიბელს მიანდე. აჰა. მაგარია, ელექტროტანსაცმელი? ცეცხლ საშიში არ არის? არა, პირიქით. ცეცხლსაშიში. ნება მომეცი გზა გაგინათო. მოვდივართ მეგობრებო. დიახ, ყველაფერი აქ არის. ვენდი საოცარია რომ ნამდვილ ავტორს შევხვდი. დიპერ. ნახე. ეს არის ის ტიპი. იცით? ჩვენი წასვლის ეს არის შეიფშიფტერი. შეიძლება წიგნი დამიბრუნოთ. ვერცად ვერც ახვალ. ეს არ ეს რომ ნამდვილი ფორმა მოგწონ. აღიარე. ნამდვილ ავტორს რა უქენი? ვერას დროს იპოვნით. 6 თითიანი სულელი 30 წელი არ მინახავს, მაგრამ მადლობა ჩემისთვის. როცა გალიაში ვიღა ვიყავ, მას 6 თითი უამრავი ფორმა დამიგროვდა მისაღებად. ვაუ, ჯა. ეს წიგნი უნდა დავიბრუნოთ. სხეულის ქორდა. ეს დაიჭირე. კარგი. კაიო. გაიქეცი. დიზაინზე უცვალიათ აღიარე. რამდენიმე ვერსია არის მონსტრის. კაიო. ახლა მინდა მეთქვა მაინც ერთ-ერთი გასწორებოთება თქო. დიპერ, ვენდი. მეიბელსუს ფრთხილად. რა ვიცით რომ ფორმაცვალებადი არ არის. იქნებ მე ვარ. მეიბელ, ჩემი ფორმა შეცვალე. შეხება. გაიმეორე. შეხება. მეორე უკეთესი იყო. ისინი არიან. ვენდი სისხლი მოგდის. არა ურჩოს. ხოლმე სისხლი ნოველა. არ მოსდის. რა მოხდა? მაგრამ ფორმაცვალებადი დაგვესხათავს. გალიდან გამოიქცა და ავტორად მოგვეჩვენა თავი. დიპერის წიგნი უნდა. წარმოიდგინე ქალაქში რომ გაიქცეს, ვეღარავის ვინდობით. ვერავის. რა ვქნათ? თავის სახლში შეგვიტყვა და ჩვენი განადგურება სცადა. საერთოდ იგივე კი. ჩვენი სახლიც არის საინტერესო სიურპრიზებით დიპერ სავსე. ჩემო ბიჭუნა. გამოდი. უნდა გელაპარაკო.
გამოეთრი ერთფორმიანო სუსტო არსებავ. დიპერ, ეს იგნი სავსეა მონსტრებით. აი სათყობილ ხარ. ერთი ვიყო თუ მეორე? ერთი? თუ მეორე? ორივე უკეთესია. მოდი, დროა. რეალობაში როგორ მიდით. იქნებოდა ეს არსება. არ მუშაობს. გაუშვი. შეეშვი. ვენდი. წიგნი არ დასრულდეს. აბა დასრულდეს ეს ხო? ოუ. ეს ხო უბრალოდ ასია. აი ვენდის რა შეჭის ეგ ამთავარი თორემ. ვენდი. ვენდი. არა. გესმის ჩემი? ცოცხალია. ხო, კარგად იყავი. შანსია რა ცოცხალია. არა, ყველაფერი ჩემი ბრალია. ყველაფერი რომ მეთქვა აქ არ ვიქნებოდით. მაგრამ შემეშინდა. ახლა კი შეიძლება ვეღარასდროს გითხრა რომ მიყვარხარ ვენდი. მიყვარხარ. დევიდე. ვენდი? მაშინ ეს? ოუ, ფრილად. აი მე დამიბრუნე. მეგონა ეს იქნებოდა. შევშიფრე მან, კაი. მომშორდი. ახლა აგვერევა ერთმანეთში. დამიბრუნე. დიპერს ეკუთვნის. ნაჯახი დაარტყი. არ მოусმინო დიპერ. ფორმაცვალებადია. არ ვიცი მინ რომელია ნიშანი მომეცი. მივაწვეთ. უკაცრავად ძალიან ხომ არ აჩვენეთ მულტფილმისთვის. საბავშვო მულტფილმისთვის. გაყინულია. არა, გამომიშვით. აქედან წავიდეთ, კარგით. რა. გონია ჭკვიანი ხარ? დიბერ, არც კი იცი რას ებრძვი. ავტორს ვერასდროს იპოვნი. წინ საშინელება გელოდება და ეს ბოლო ფორმა იქნება, რასაც მიიღებ. მინეთი პერის პრობაში გაიყინა. დარმადებები ამაღამ სიზმრებში. მადლობა. დაბჭირდება. მე მგონი ძალა გამომაცალა თავგადასავალმა. სახელმწიფო მთელი დღე ასე ვაკეთებდი. მაგრამ აღიარე რომ გმირები ვართ. ვის უნდა გმირების საუზმე? ბურბულის სიროფით. მეიბელ, წინასწარ მეტყველი ხარ. ვენდი მისმინე. იმ დაძაბულ მომენტში შესაძლოა რაღაც გაუაზრებლად თქვი. შეიძლება ისე მოვიქცეთ თითქოს არაფერი მომხდარა? არა უშავს მეგობარო. მე ისედაც ვიცოდი. მე თქმა უნდა. რა, მართლა? გგონია არ მესმის რომ ჩურჩულებ ხოლმე. ჯანდაბა. დიპერ. მიხარია, მაგრამ გონი შენთვის დიდი ვარ. შენ ხომ იცი? ჯერჯერობით 3 წლით ხარ უფრო. მეიბელმა თქვა რომ აღიარება მიშველიდა. რას გრძნობ? შეშინებული ვარ და ქავილით მაწუხებს. ნუ ხელო. მოსაწყენი ზაფხული მქონდა. სანამ თქვენ გამოჩნდებოდით. აბარა. ასე არასდროს მიხალისია. თუ ოდესმე ჩემი მეგობარი აღარ იქნები, უძირო ხრელში გადავეშვები. ვაუ. ჩვენ შორის უხერხულობა აღარ იქნება? ასე უძირო ხრელი ახსენეს. უხერხული იყო. მონსტრს თუ გაუმკლავდები, ცოტა უხერხულობაც არაფერია. ესე იგი მეგობრები? და დიპერ.
მაგარია. ხო, ფილმის დღე გვაქვს. ამჯერად შენთან. კარგი? აბა, როგორ ჩაიარა? და გაიგე. ყველაფერი. მე აქ არ ვარ. ვაუ, სუსიც კი. როგორ შეიძლება ყველაფერი ერთდროულად კარგად იყოს და თან საშინლად. მაპატია რომ დაგაძალე. თუ დაგეხმარება შედის, ბატონო. ახალ გოგოებზე ვფიქრობდი. მადლობა მეიბა. აი გოგოებს. ავტორი მაინც ვერ ვიპოვეთ. კი? მოსაცმელი და ჩემოდანი მაინც დამრჩა. ეს რა არის? სუს, ეს ლეპტოპია. თანაც გაფუჭებული. რამდენიმე დღეში შევაკეთებ. ბევრი წებოვანი ლენტი დამჭირდება. ჩვენი შემდეგი მინიშნება იქნება. მეჩვენება თუ Gravity Falls-ის არხს ყველაზე ცუდი ფილმები აქვს. თქვენ Gravity არა, Falls-ის არ ფილმებს გიჩვენება. შემდეგ იხილავთ ველურ ვამპირებს. ნამდვილად პლანეტის პლანეტელები. პლანეტის დამეხმარეთ დედაჩემი მაქცია. ძახილის ნიშნების თავდასხმა. კაცი გემოვნების გარეშე. მოჩვენება კუ. დამეხმარეთ დედაჩემი იგივეა 2. გინდა ეს არხი აღარასდროს ნახოთ? გახმოვანებულია აჯერანეთკომის მიერ. კი, მე მინდა. ნამდვილად მინდა. ვახში. რაღაც ვერ თავანგრიო არ შეიძლება რა. ესე იგი ეს იყო Gravity Falls მეორე სეზონის მეორე სერია. სიმართლე გითხრათ? ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სერია. ძალიან მაგარია, ანუ რა თქმა უნდა, ველოდებოდი ვენდის ამბავს ასე რომ დამთავრდებოდა, რომ უბრალოდ მეგობრები დარჩებოდნენ, იმიტომ რომ ახლა 3 წელი, ანუ ის ასაკი აქვთ ახლა ჯერჯერობით, რომ 3 წელი საკმაოდ დიდი სხვაობა არის, ვიდრე როცა 12-ის არის და ვენდი 15-ის. მაგრამ კარგი, ანუ უკეთესი იყო, ვიდრე მე მეგონა რომ იქნებოდა. რა თქმა უნდა, ვენდი თავიდანვე იცოდა, რომ დიპერი შეყარებული იყო მასზე, რა თქმა უნდა, ყველაფერს ხვდებოდა და რა თქმა უნდა, დიპერსაც უნდა ეღიარებინა, მაგრამ თან უნდა და თან არ გამოსდიოდა და როგორც იქნა თქვა ყველაფერი, ამიტომ ხო? ესე იგი, ასე დამთავრეთ ეს ამბავი. სიმართლე გითხრათ, მომწონს, როგორც დავასრულეთ. ერთი რობის ემართება იქ არის კიდე გასარკვევი, იმიტომ რომ ვენდი ჯერ კიდევ არ ელაპარაკება. წინის ავტორი ვერ ვიპოვეთ, მაგრამ რაღაც უცნაური კომპიუტერი გამოჩნდა, რომელიც დარწმუნებული ვარ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომავალში, თუ შეაკეთებენ, თუ რა თქმა უნდა, გეხვეწებით, თუნდაც სტენმა არ წაგვართვას, ეგ როგორც წიგნი წაგვართვა. იმიტომ რომ მესმის ახლა რომ რაღაც საიდუმლოები აქვს, მაგრამ მაინც. და ეს მონსტრი რა იყო? ფორმაცვალებადი, ესე იგი, რამდენიმე ფორმას იღებს და ეს დიპერის და მეიბელის გაერთიანება შერწყმული ის რომ მიიღო. გეხვეწებით, მითხარით, რომელ პატარა ბავშვს არ შეეშინდებოდა მაგის. ან კაი შეიძლება არ შეეშინდებოდა, ახლა მეც ვამეტებ რაღაცას, მაგრამ ელემენტარული უსიამოვნების გზნობა ხო გაუჩნდებოდა ყველას. მე 17 წლის ვარ და აგერ მე შევხვდი კარგად. და სხვათა შორის ეს სერია საკმაოდ ისეთი იყო რა. შედარებით სასტიკი უფრო, ანუ ტიპ ჯერ ენა რო ამოაძრო ის გვაჩვენეს, რა თქმა უნდა, ხა ნამდვილი ენა არ იყო და უბრალოდ შეიფშიფტერის დადგმული იყო სცენა ეგ, მაგრამ მაინც ახლა რა თვითონ სცენა არ იყო სასიამოვნო საყურებელი და მეორეჯერ დიპერმა პროსტა აიღო და ნაჯახი ჩაარტყა მუცელში ტიპს. და მწვანე ის ახლა რა თქმა უნდა სისხლი იქნებოდა, მაგრამ ცხადია ასე უბრალოდ სისხლს ვერ აჩვენებდნენ და ამიტომ უბრალოდ ფერი შეუცვალეს და მწვანე სისხლი ჰქონდა მოსწს. და ბოლოში ეს მომენტი იყო
ძალიან მაგარი მე თუ მკითხავთ გადაობის გარეშე, როდესაც დიპერის ფორმა მიიღო მოსტმა და გაიყინა. როგორც ვიხდი მკვდარია, იმიტომ რომ გაყინულ მდგომარეობაში ახლა ვერ გაძლებს ასე მაგრამ ეგ ვერ გაძლებს ადამიანი თორემ რა ვიცი შეიძლება მოსტმა გაცნოს. ასე თუ ისე ძალიან მაგარი სერია იყო ამბობეწონა. ნახოთ მომავალში რა მოხდება და როგორ განვავრცობთ მაგ თემას. ძალიან მაინტერესებს ვინ არის წიგნის ავტორი. სტენი ვითომ. რაც მინდა ვთქვა რომ სტენი, მაგრამ არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, იმიტომ რომ კიდევ მგონია რომ უფრო შორს წავალთ მაგ წიგნის ამბებზე და რავი. ასე თუ ისე. ხო, დაგემშვიდობებით ახლა. იმიტომ რომ მეტი გასარჩევი აღარაფერია. ერთი სული მაქვს როდის ვნახავ შემდეგ სერიას. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტივეთ ზარისხი ლაიკი. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და კარგად გრძელდება.